წინა ორშაბათს ბრიტანეთიდან ამბავი მოვიდა. ბორის ივანაშვილს უმაღლესმა სასამართლომ $607 მილიონი მიაკუთვნა. ამ ორშაბათს ბრიტანეთიდან ისევ მოვიდა ამბავი. ბორის ივანაშვილს BBC საკუთარი ხალხის, ანუ ჩვენსა და თქვენს დაწამვლაში ადანაშაულებს ქიმიური იარაღით. არა ცრემლდენი გაზით, არა წიწაკის ხსნარით, არა, ქიმიური იარაღით. ამ სიტყვის სრული დატვირთვით. რა თქმა უნდა, არ ველოდებდი, რომ ბორის ივანაშვილი ან გომელაური ან ხარება ან ვინმე რამეს აღიარებს. ის ტექსტების წინასწარ ვიცით, ვისგან რას მოვისმენთ. ოღონდ ისიც ზუსტად ვიცით, აი უზუსტესად ვიცით, რომ მათ სამკუთხედ, ბრტყელ თუ გაპუწულ თავებში აუცილებლად გაჩნდება, ან უკვე გაჩნდა და მყარად გაიდგა ფესვი იდეამ. ეს ორი ორშაბათი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. რომ Deep State საბაბს ეძებს ბორის ივანაშვილს როგორმე არ მისცეს მისი 607 მილიონი. სხვა საბაბი ვეღარ ნახეს, სხვა ვერაფერი უპოვნეს და ახლა აქედან მოუარესო. სანაძლეოს ჩამოვდივარ. ძალიან მალე ამას შათირიშვილის მორიგ წერილში წაიკითხავთ. ვინმე ხაინდრავა, ან მარიან ლაშხი. ამაზე სერიოზული სახეებით იმსჯელებენ. ოღონდ ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ თავისუფალი თანამოქალაქეების შემდეგი დარბევისას ვინმე პოლიციელი 2 წამით მეც დაფიქრდება, რა შეეხება და უღირს თუ არა ეს უბედურება იმ თვის პრემიად. ძალიან კარგად ვიცი, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური მომწავლავი ნივთიერების კამიტის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილად იქცევა გამოძიებისა და ძალიან ბევრი ადამიანის ძალიან ბევრი წლით ციხეში გამოკეტვის საფუძვლად. და მაგის სანაძლეოსთვისაც მზად ვარ. აი, არიან თუ არა კობახიძე, გომელაური, ხარება, დარახველიძე, მემანიშვილი, უპირველესად კი ივანაშვილი, თბილი ტანსაცმლის ჩასალაგებლად მზად, ეგ აღარ ვიცი. ისე კი დროა იზრუნა. მსგავსი ბრალდებები აქამდე მხოლოდ ასადისა და სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ქონდა მოსმენილი. არც მათ ეგონათ, რომ ოდესმე რაიმე შეარყევდა მათ სკამს. დღეიდან კი ამ არც თუ საპატიო რიგში ჩადგა ბორის ივანაშვილიც, რომლის ბედს გაიზიარებს, მოსკოვში გაიქცევა თუ ორმოში ჩაჯდება, ეს უკვე მისი ასარჩევია.